დადგა 22 ნოემბერი, ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომის დღე. დავიწყე ჩემი გამოსვლის კითხვა. მოკლე გამოსვლა იყო და საკმაოდ ნელა ვკითხულობდი. სიტყვა არ მქონდა დამთავრებული და რაღაცა რეალი უბედურება და შემოიჭრა დარბაზში. დაცვის ბიჭები შემომეხვივნენ და გამიყვანეს. ისინი თავიანთ სამუშაოს ასრულებდნენ, რასაც ვერ ვიტყვი იმათზე, ვისაც პარლამენტის შენობაში წესრიგის დაცვა ევალებოდა. ჩაის დალიეს. უკვე შემდეგ შევიტყვე, რომ მომიტინგეები ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე შემოიჭრნენ შენობაში. დაცვამ პარლამენტის ეზოში ჩამიყვანა. იქ მანქანაში ჩავსხედით და მარცხენა ჭიშკრიდან გავედით პარლამენტის შენობის წინ, სადაც თბილისიდან, აჭარიდან და კახეთიდან ჩემს მხარდასაჭერად მოსულ მომიტინგეებს შევხვდი. მოკლედ მივმართე ხალხს და მომხდარი შევაფასე, როგორც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. გადაწყვეტა შეგვიძლია ურთულესი საკითხების, მხოლოდ კანონიერების, მხოლოდ კონსტიტუციის ფარგლებში და არა ასე პარლამენტში შეჭრით, ღრიალით და ლამის თოფების როლით. არ შეიძლება ამის გაკეთება საქართველოში. მე მიმაჩნდა და მიმაჩნია ახლაც რომ ეს წლები დამთავრდა, ეტყობა მოვტყუდი, არ დამთავრებულა ეს წლები, უმძიმესი წლები. მადლობელი ვარ თქვენი, ყველას გეხვევით, ყველას კოცნით, როგორც ჩემ შვილებს, ჩემ უახლოეს ადამიანებს. დიდი მადლობა, მადლობთ. შემდეგ მანქანაში ჩავჯექი და ჩემი რეზიდენციისკენ გავემგზავრე. გადატრიალების მცდელობას ისინი დიდი ხანი ამზადებდნენ. მე მქონდა ეს ინფორმაცია და სხვათა შორის ერთ-ერთი არგუმენტი ის იყო, რომ შევარდნაძე იარაღს ხალხის წინააღმდეგ არ გამოიყენებს. აი ამაში ვიყავ დარწმუნებული. მე რომ გამოაცხადე საგანგებო მდგომარეობა, გამოაცხადე არა იმისათვის, რომ იარაღს გამოიყენებდი და ხალხს თოფს ვესროდი, არამედ იმისათვის, რომ ცოდათი დამეშინებია ეს ბავშვები და იქნებ წასულიყო სახლებში. უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ქვეყნად ყველანი დროებით ვართ მოსულნი და იმის უფლება არ გვაქვს, ამა თუ იმ სადავო აზრის დასამტკიცებლად ვინმე სიცოცხლე გავწიროთ. პოლიტიკოსი თუ ხარ, უნდა გქონდეს იმის უნარი, რომ როცა ხალხის ინტერესები მოითხოვს ამას, თავი გაწირო და შეიძლება გადარჩეკიდეს. 23 ნოემბერს გვიან საღამოს ჩემთან კრწანისის სამთავრობო რეზიდენციაში მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ჟვანია მოვიდნენ. რეზიდენციას დაახლოებით 1000-მდე მომიტინგეც მოადგა. მიშამ და ზურამ ჩემი გადადგომის შესახებ დაიწყეს საუბარი. თუმცა არც ისე მტკიცედ და კატეგორიულად. ჩემი პასუხი უბრალო იყო. ბიჭებო, ტყუილად ნერვიულობთ. გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მივიღე და მის შეცვლას არ ვაპირებ. უმჯობესია ახლა ხვალინდელ დღეზე იფიქროთ. ხედავ დაიბნენ, კადრები შემორჩენილია, ალბათ ელოდან მე დავიწყებდი ვაჭრობას, ცოტა ხანს კიდე დავრჩები და რაღაცები და ურჩა. ჩემი საკითხი გადაწყვეტილია. ვინ იქნება ბატონ პრეზიდენტო ამ შემთხვევაში? ეგ უკვე ჩემი საქმე არ არის. გადმედიხოთ ბატონ პრეზიდენტო. სახში გულზე სიმშვიდე მომეფინა. დაპირისპირება უმსხვერპლოდ და უსისხლოდ დამთავრდა.